არ ვიცი რატომ ვერ მწერ. არ ვიცი რატომ ვერ მწერ. კარგით, მეგობრებო, დავიწყებ ახლა. მოდი გავარკვიოთ ახლა თქვენი ურთიერთობა სადამდე მიდის. ჩაიფიქრეთ ადამიანი და ისევ ურთიერთობა, რომელიც ძალიან ისეთი თემაა ყველასთვის. სასურველი თემა და უფრო აქტიური, რატომღაც ძალიან ბევრს აინტერესებს და ყოველთვის გაინტერესებთ. მოდი ესეც იყოს დღეს. ხო, აი მომწერეთ კი და აუცილებლად ლაივის შემდეგ ხო. ლაივის შემდეგ ვიზრუნებ მაგაზე. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ჩაიფიქრეთ პარტნიორი და ჩაიფიქრეთ მასთან ურთიერთობა. დაუსვით შეკითხვა გონებაში თქვენთვის ჩუმად ამ ადამიანს და კითხვაზე პასუხებს აუცილებლად გავიგებთ აქ. მოდი, ახლა მე დავიწყებ თქვენი ურთიერთობა. ისევ და ისევ ურთიერთობა, მეგობრებო. მოდი მე ჩავიწერ სათაურს, რომ არ დამავიწყდეს. თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო. სადამდე მიდის, სად მიდის? სად მიდის თქვენი ურთიერთობა? დავიწყოთ. მესამე პირებზე ვქონდა ამას წინათ, ეხა ისევ არ გვინდა. მოდი თქვენ ურთიერთობაზე შევეკითხოთ. აი თქვენი პარტნიორი. თქვენს პარტნიორს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ეხლა აქვს ძალიან პრობლემები, ფინანსური, სამსახურეობრივი, რაღაც ისეთი პრობლემები აქვს ამ ადამიანს, ასე რომ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ფიქრობს, ხო, თუმცა აი ნახეთ. აი თქვენი ურთიერთობა. აი თქვენ ამ ადამიანს ელოდებით, მან იცის რომ თქვენ მას ელოდებით. თუმცა თვითონ ამბობს რომ უკან არ დაიხევს. არა მეგობრებო, ეს ადამიანი არ საწამსვლელი არაა. რაც არ უნდა მას პრობლემები ქონდეს და ამბობს რომ მე მაქვს პრობლემები, მაგრამ არსად არ წავსულ ვარ, აქ ვარ. მე ვიცი რომ შენ მელოდებიო, ამას ამბობს. ქალბატონებო, თქვენზე ვსაუბრობ. თქვენი პარტნიორი ამბობს რომ თვითონ ასე ამბობს. მე არ ვიცი ხა რამდენად ელოდებით, მაგრამ თქვენ ხა მე რასაც ვსაუბრობ მიხდებით. ეს ადამიანი ამბობს რომ თქვენ მას ელოდებით. თვითონ ასე ამბობს. ასე გონია მას. ხო. აი ნახეთ. აი ნახეთ. არ მინდა ეხა ესე წაკითხული არ მინდა. ჩავაბრუნე. ამბობს რომ უკან არ დაიხევს. ხო, არა მიხტება და რომ მიხტება ეხლა რა ვქნა, არ მაცდის საუბარს. ხო. თქვენი ურთიერთობა, ძალიან დიდი იმედი ხართ მისი, დიდი მზე ხართ მისი, რომელიც ათბობს, სადღაც ხედავთ ეს ადამიანი, თუ როგორი ლამაზი ხართ, თუ როგორი მომხიბვლელი ხართ, ვის როგორი სურათი გიდევთ, ვის როგორი ვიდეო გიდევთ. ხედავთ რომ ეს ადამიანი ხედავთ რომ თქვენ ხართ ძალიან ლამაზი, ძალიან მიმზიდველი, მომხიბვლელი. აი რაღაცნაირი ვიდეოებს დებთ, ან ფოტოებს დებთ, რომ ხართ ბედნიერი და ეს ადამიანი სულელდება რო იტყვიან. ხო, კიდევ თქვენი ურთიერთობა ცვალებადია, თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო. თქვენი ურთიერთობა ცვალებადია. დღეს კარგად ხართ, ხვალ ცუდად ხართ. დღეს კარგად ხართ, ხვალ ცუდად ხართ. თვითონ ამბობს, დღეს კარგად ვართ, ხვალ ცუდად ვართ. იძაბება სიტუაცია. დღეს ბედნიერი ვარ, ხვალ უბედური ვარ. და ასე, ამას ამბობს. ცვალებადია. ხო, იმიტომ რომ მიზეზი არის მანძილი. მანძილი, ურთიერთობა მანძილზე, შორს ხართ. ეს თქვა კიდეც მის დახასიათებაში. ეს არის აი ხო გეუბნებით, სხვა ქვეყანა, სხვა ქალაქი, ქალაქ გარეთ, საზღვარ გარეთ, საზღვრებია თქვენ შორის. შეიძლება ზღვაც იყოს, ოკეანე იყოს, კონტინენტი, აი არ ვიცი რა ვთქვა, სხვადასხვა ადგილმდებარეობა. კიდევ არასტაბილურობა, ძალიან ცუდათაა მანძილის გამო. მანძილია ბევრი შემთხვევაში დაბრკოლება. კიდევ ხო, კიდევ ის რომ ძალიან ეგოისტია ეს ადამიანი. ეგოისტია. ძალიან ეგოისტია საკუთარი თავის. ხო, აი ხო გეუბნებით. თქვენი ურთიერთობა. თქვენი ურთიერთობა სადამდე მიდის. მოკლედ, ერთი რამე შემიძლია გითხრათ მეგობრებო, რომ მე ვხედავ აქ ერთ წრეზე სიარულს. ერთ წრეზე დავდივართ, ამბობს. თუმცა
ეს შეიძლება აქამდე იყო, რომ დადიოდით ერთ წვეზე. აი ვერაფერს ვერ მოაბა ამ ადამიანმა თავი. მოდი ასე ვიტყვი, ამას ამბობს. თუმცა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ მისთვის. ძალიან სტაბილურები ხართ. თქვენ რაღაც თქვენი ცხოვრებისეული დანაგროვი შენაძენი გააქვთ. ამბობს, რომ თქვენი საარსებო წყარო გააქვთ. თქვენ ხართ თქვენი საქმით დაკავებული, თქვენი ცხოვრებით დაკავებული, თქვენ იბრძვით წინ წასვლაზე, თუმცა გაუგებარია მისთვის ეს ყველაფერი. კი. თვითონ ვერ ხდება ამ ყველაფერს, მეგობრებო. მისთვის გაუგებარია თუ როგორ ცხოვრობთ, როგორ არსებობთ, რითი რას აკეთებთ, ვერ ხდება. ვერ ხდება, არ იცის. მან არ იცის სასწაული თუ გინდოდეს. ხო. როგორ მოვიდეს ახლა თქვენთან არც იცის. აი რა გააკეთოს, რით შეგიცვალოთ გონება, რით შეგიძვალოთ თუნდაც სტატუსი, როგორ დაიწყოს. აი ხო ხედავთ, ეს დაწყებაა, მაგრამ ეს გაურკვევლობა, როგორ დაიწყოს არ იცის. აი ესეთ ადამიანთან როგორ მოვიდეს, ისიც არ იცის. არ იცის, მეგობრებო, არ იცის. აი ხო გეუბნებით, ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელსაც ოღონდ ურთიერთობაზე არ შეეკითხოთ. დანარჩენი რაც გინდათ, ის დაავალეთ. ურთიერთობაზე არ შეეკითხოთ. ურთიერთობას არ შეეხოთ. ვერ ხდება, არ იცის. თქვენ შორის შეიძლება რაღაც სხვაობაც იყოს, მეგობრებო, ყველაფერთან ერთად. რელიგიური სხვაობა, მოდი ბჭყალებში გავამახვილებ ყურადღებას. რელიგიური სხვაობა. ან აქ შეიძლება იყოს, აი რადგან სხვადასხვა კონტინენტზე ხართ, რაღაც გაუცხოების, აი სულ სხვა ნოტებზე გადართული ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს, მეგობრებო. რაღაც სხვაობას კი ბატონო, ასაკობრივი სხვაობა შეიძლება იყოს. ეხლა 2 წელით სხვაობა დიდი არაფერი, მეგობრებო. ხო. ხო, არ იცის ამ ადამიანმა, არ იცის. ურთიერთობაზე მუშაობა არ იცის. კიდევ, სად მიდის თქვენი ურთიერთობა? ეს ადამიანი ამბობს, რომ ანუ არ უმართლებს, თითქოს რაც არ უნდა გააკეთოს, რატომღაც არ უმართლებს. ანუ ეს იცით როგორი სიტუაციაა ეხლა? აი რაც ჩვენ თავში ვთქვით, რომ ზოგს ადვილად ეძლევა ყველაფერი და ზოგს რთულად. ან და კიდევ მეორე ვარიანტია აქ. ამ ადამიანს თუ აქამდე ადვილად ეძლეოდა ყველაფერი თქვენთან დაკავშირებით და ანუ აქ მე ვხედავ რაღაც არასწორ საქციელებს დაუშვათ, ან შეიძლება იყოს რაღაც მანიპულაციური საქციელები და ქმედებებით, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებდა თქვენთან დაკავშირებით, ანუ ხო? მიხვდით რაც ვიგულისხმე. ეხლა აღარ გამოსდის, ეს უკვე აღარ მუშაობს. ხო. ეხლა პირიქით, ეხლა უნდა შეისწავლოს და ის გამოსავალი უნდა მოძებნოს თუ როგორ მოგიდგეთ, როგორ მოგიახლოვდეთ, აი როგორ შემოგიძვრეთ პონტია რო იტყვიან. ხო. უნდა ისწავლოს, ნახე, უნდა იმუშაოს, შრომა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში რო დაგიბრუნოთ და ეს ცოტა ეგრეხება სპონჯში. ხო. შრომა უნდა ურთიერთობასაც, მეგობრებო. არა? აბა რა უნდა? ხო. თუმცა ამბობს, რომ ხო, ორგანიზაცია უნდა, ანუ ეს ადამიანი ფიქრობს, ეხლა აი ხო გეუბნებით. ეს ადამიანი ეხლა ფიქრობს, ნახეთ რა წერია კარტს. რეორგანიზაცია. ეს ადამიანი ფიქრობს ეხლა თუ როგორ მოგიახლოვდეთ, როგორ შემოგიძვრეთ, მოდი ასე ვიტყვი, მაპატიეთ, როგორ რა გააკეთოს ეშმაკობა, რომ აი ისევ დაგიბრუნოთ. ხო, აი ამ ორი კარტიდან ხომ მით უმეტეს აი ესაა ზუსტად მისი ფიქრები. კიდევ. ხა? ფიქრი. ბატონო, გამოსავალს ეძებს ეს ადამიანი, აი, ფიქრი. განდეგილის პოზიციაშია ეხლა და ეხლა აზროვნებს ამ ყველაფერს. სად დააშავა, რატომ დააშავა, სად შეცდა, რისი გამოსწორება შეიძლება ზოგადად, ამაზე ეხლა ფიქრობს. აი, ხო გეუბნებით, აქამდე თუ აკეთებდა და მერე ფიქრობდა. ეხლა უკვე აღარაა ისე როგორც იყო და ეხლა ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს, ამიტომ. კიდევ ფიქრობს და იმას ფიქრობს, რომ უთქვენოდ არ შეუძლია. ხო, მანდ ვართ. თქვენ ხართ მისი სრულყოფილება, უთქვენოდ არ შეუძლია, მეგობრებო. აი თუნდაც მეგობრულად იყვეთ, ხო? თუნდაც მეგობარი, მეგობრებო. იმდენად მოგეჯაჭვათ ეს ადამიანი, ჩემო ძვირფასებო. აი თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. მერე რა, თუნდაც მეგობარი დარჩეთ, ესეც აწყობს მას.
მას ესეც აწყობს. ამ ეტაპზე ესეც აწყობს, რომ იყვეთ მეგობრები. ხო. იცოდეთ რომ ეს ადამიანი თქვენ გამოკამათობს ვიღაცასთან, არ ვიცი ვისთან, მაგრამ თქვენ გამოკამათობს. თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ახლა მე რასაც საუბრობ. შეიძლება კამათობდეს დედასთან, მამასთან, შვილთან და პარტნიორთან. განხილვის თემა ხართ ვიღაცასთან. შეიძლება სახელდობრ არ გიცნობდეთ, მაგრამ იციან რომ ვიღაც არის. ეჭვი აქვთ და ეს ეჭვის საბაბი თქვენ ხართ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, იცოდეთ რომ კამათია თქვენ გამო. ეხლა გავაგრძელებ. ხო. თუმცა ვინც ეკამათება ძალიან დიდი უნიჭო ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ხო, კამათი. სადაც კამათია, იქ მე არ ვარ, იმიტომ რომ არ არსებობს. ხო, გავაგრძელოთ მეგობრებო. მოდი ვკითხოთ ახლა კარგს. მოდი ჩაიფიქრეთ აბა, რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი? ნუ, რაღაცა რო უნდა კი ვიცით, მაგრამ რას მოიმოქმედებს და საცოდავი მისი დღე. აი ამ ეტაპზე ამ თერაპევტს მხოლოდ დანაკარგებშია. რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი? ხომ არ მაცადა მეგობრებო? კითხვის დასმას არ მაცდის. რას მოიმოქმედებს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ტყუილებს. ეხლა გეტყვით ტყუილი როგორია. ამ წუთას გეტყვით. ტყუილში რა შედის? ტყუილი იმას კი არ მოგატყუებთ რომ არ უყვარხართ და რაღაცა, ხო? არა. სიყვარული აქვს. უბრალოდ გატყუებთ იმას, რომ მოგატყუებთ იმას. ეხლა შეკითხვა რო დაუსვათ თქვენ ამ პარტნიორს. უჩემოდ ხო ცუდად ხარ? გეტყვის არა. ეს ადამიანი გაჩვენებთ რომ ძალიან ბედნიერია. არ დაიჯეროთ. ეს არის ტყუილი. აი ესეთ ტყუილებზია საუბარი. ხო. თუ გაჩვენებთ სადმე არის და ბედნიერია და ვაიმე ცასხელს არებს რო იტყვიან და ვარსკვლავებს წვიტავს, არ დაიჯეროთ მეგობრებო. ერთი საცოდავი გაუბედურებული ადამიანია, რომელსაც არაფერი აღარ უხარია ამ ქვეყანაზე. ხო. ძალიან დაიღალა სულიერად. უთქვენობით დაიღალა, ბრძოლით დაიღალა, კამათით დაიღალა, პაუზებშია. თქვენი ურთიერთობა არის პაუზა. იცოდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა არის პაუზა. აი, როგორი სიყვარული აქვს. მეგობრებო. ხო. მეგობრებო. თვითონ. აგერაა თვითონ. ეს ადამიანი თავს ძალიან ბალანსში გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან ერთად როდესაც იმყოფება, თავში ამოვიდა, ხო? აქ თავში ამოვიდა. როგორ ხართ ერთად? ერთად ხართ ძალიან ბედნიერები. როდესაც ერთად ხართ, თქვენთვის წვიმას, თოლს, ქარს, მზეს მნიშვნელობა არ აქვს. ბედნიერები ხართ. თვითონ ამბობს ამას. ხო. ნუ თქვენც რა თქმა უნდა გრძნობთ ესე თავს მასთან, მაგრამ ეხლა ეს არა აქვს. მაგრამ მეგობრებო, ძალიან დიდი სიყვარული აქვს. ეს ადამიანი თქვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს, ძალიან დიდი რწმენა აქვს. ეს ამ ადამიანს ძალიან სწამს იმის რომ ერთად იქნებით. თუმცა, აი გეუბნებით, შორს ხართ, თქვენ ერთად არ ხართ და სადღაცა გიყურებთ და ამითაც ტკბება. ხო. ეხლა უნდა დაუსვა კითხვა. აი რო არ დადოთ არაფერი სოციქსელში. მეგობრებო, მოდი ინტრიგნული კითხვა დავსვათ ეხლა. აი რო არაფერი აღარ დადოთ სოციქსელებში. რა სიზამს? რო ვეღარ დაგინახავთ, რა სიზამს? თქვათ, დაუშვათ. აი რა სიზამს? რო არაფერი აღარ დადოთ და ვერ ნახოს, ვერაფერი რა სიზამს? თვარეში შევა. აი ხო გეუბნებით მეგობრებო, ამით ხარობს, ამით ბედნიერობს, ამით საზრდოებს, ამიდან იღებს თქვენს ენერგიას. თქვენ თუ ცუდად ხართ, ის კარგათაა. აი ამიდან არის ზუსტად კარგად ის. ხო. გავაგრძელებ. ეხლა მინდა ვკითხო კარგს. სამყაროს მინდა ვკითხო და უფალს მინდა დაუსვა შეკითხვა. ანუ სამყაროსთან შეკითხვა უნდა დავსვა. თქვენი ურთიერთობის მომავალი სამყაროს თვალით რამდენად მისაღებია, რამდენად გაქვთ შანსი ურთიერთობის გაგრძელების, ცხოვრების ბოლომდე. თქვენი ურთიერთობის გაგრძელება სამყაროს თვალით. სირთულეები, პრობლემები. ხო, აი, დაბრკოლებები, მეგობრებო.
სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობაა. გაურკვევლობა, ხასიათის ცვლილებები, აი რაღაცნაირი კამათი, შეკამათება, აი ხო ესეთი ხასიათების მქონე ადამიანია. თქვენი მომავალი. ანუ უყურეთ რა ხდება მეგობრებო. ხო, შეიძლება ესეთი იყოს ეს ადამიანი. ეხლა ზის და უფალს ევედრება, სამყაროს ევედრება, ჩვენ სამყაროს დაუსვით შეკითხვა და თვითონ ევედრება სამყაროს, რომ ეს ურთიერთობა დაუბრუნოს. დაუბრუნებს თუ არა, ანუ ქვემოდან ტუზია. ანუ ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერზე თანახმა, ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფრის გამკეთებელია, ბალანსზეც ხელის მომწერია. ოღონდ მეგობრებო, თქვენთან დაბრუნდეს და აი დედას გეფიცებით უფალს აძლევს პირობას, რომ კი ყველაფერს გამოასწორებს. თუნდაც ფინანსური საჩუქრები, ფინანსური, მორალური, მატერიალური, ფიზიკური გვერდში დგომა გექნებათ მისგან. ამას ამბობს თვითონ. ხო. კარგით, კიდევ მინდა ვკითხო. რამდენად გამოუვა მას ეს? რამდენად შეძლებს თვითონ ამ ყველაფერს? აი რასაც ამბობს თვითონ. აი ხო ამბობს უფალთან რომ მე ყველაფერზე წავალ. აი თუ კი რაიმე პრობლემა გაქვთ, იმასაც მოგიგვარებს. ამბობს თვითონ რომ ყველაფერს მე მოვაგვარებ. იქ ამოვიდა მის დახასიათებაშიც, ხო, იქ რო რაღაცა სინანული აქვს, რაღაც აქვს, კი. ხო, ყველაფერი იქაც ზუსტად ასევე იყო იქაც, ხო? ეხლა მინდა ვკითხო, რამდენად გამოუვა ამ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ეს ყველაფერი? რამდენად გამოუვა? ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი. კი. ძალიან ძვირი დაუჯდება ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი უნდა იბრძოლოს ამისთვის, ამ ადამიანმა. ყველანაირი გზა უნდა მოძებნოს, ყველანაირი გამოსავალი უნდა მოძებნოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს. აი გაუკეთებელი, შეუძლებელი უნდა შეძლოს ამ ადამიანმა სხვანაირად ვერა. ეხლა უყურეთ რა ხდება. ესე იგი მეგობრებო, ამას სამყარო ვირის ხრელში გააძვრენს. მოდი ასე გეტყვით. კი. თან სამართლიანად ნახეთ, ბოლოში სამართლიანობის კარტია. ამ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს სამყარო ვირის ხრელში გააძვრენს. ამას არ ეგონოს, რომ იმას რო იტყვის, ესეთი ადვილი იქნება იმის შესრულება, რასაც იტყვის უფალთან. არა. ეს იქნება ჯოჯოხეთის გავლა. აი ზუსტადაც ძალიანაც კარგი. ხო, ძალიანაც კარგი. კიდევ, ეს იმ ადამიანებს, ვისაც დაგიშავათ მეგობრებო. ხო. ვისაც მართლა დაგიშავათ. კარგით, კიდევ. როგორ გამოვლოვა აი სამყარო რას ფიქრობს? მოკლედ ეს ადამიანი მოვა მოქმედებაში. ეს თქვენ ხართ. თქვენ ბევრს აწვალებთ ამ ადამიანს, ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი. ნუ ეხლა მეგობრებო, აქედან დავიწყებ. ხო, სამართალი რო პურს ჭამს, ეს ისედაც ვიცით, კარგად ვიცით. ეს ამბავი ჩვენთვის უკვე გასაგებია. სამართლიანობა რო იზეიმებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ანუ ამა და ეს ადამიანი ამ თქვენთან გამოცდის ჩაბარებაში, სამყარო რო გამოცდას მოუწყობს ეხლა თქვენთან დაკავშირებით და ამ გამოცდის ჩაბარების პერიოდში, გავლის პერიოდში, ანუ ამ გვირაბის მოიცადე ბეწვის ხიდის გავლის პერიოდში ეს ადამიანი მეგობრებო ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლის გამოსწორებისკენ მოკლედ ეს ერთ-ერთი მათგანი კიდევ ერთ-ერთი ის იქნება მისი რომ ბევრჯერ თქვენ ესე დაუშხვილებთ ხანჯალს თუ ხმალს და გააბძანებთ უკან გააბუძუნებთ რო იტყვიან ხო ესეც ერთ-ერთი მისი ის იქნება რა ქვია გაკვეთილი რო თქვენ არ მიიღებთ ამ ადამიანს ანუ აწვალებთ, მოდი ასე ვიტყვი. ხო, თუმცა ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი ხართ, თქვენ დედოფალი ხართ, მეგობრებო და დედოფლების პოზიციაში ხართ. ეს კიდევ პაჟი, ნუ ხო გეუბნებით, თქვენ შორის არის სხვაობა. თქვენ გონებით მოქმედებთ და ეს ადამიანი ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. თქვენ ფიქრობთ და ისე აკეთებს და ეს პირიქით, მეგობრებო. ასაკობრივი სხვაობაა თქვენ შორის, მეგობრებო. თქვენ ხართ დედოფლები და ესაა პაჟი. ასაკობრივი სხვაობა აქვს. კი, ყველაფერთან ერთად. სასწაული თუ გინდოდეს, კიდევ რაო?
გულგატეხილი, ძალიან დამორცხებულია, ძალიან გულგატეხილია. ძალიან კარგად იცის რაც დააშავა, მეგობრებო. ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ დააშავა თქვენთან. დააშავა თან როგორ? ისე კი არა, რომ რაიმე ისე უბრალო რაიმე გატეხა და გადააგდებდა ახალ სიყიდი და ამით შეგივსებთ. არა, აქ არის ძალიან დიდი გულის ტკივილი. აქ არის არ ვიცი, აუწონელი გულის ტკივილი. აქ უბრალო გულის ტკივილზე არაა საუბარი. ცივიწყალი რო დალიო და გადაგივლის. არა, მეგობრებო, აქ არის ჯოჯოხეთი გავლილი. ამ ადამიანმა უარი თქვა, აშკარად უარი თქვა თქვენზე. უარის თქმა ზურგი რო შეგაქციათ და წავიდა. რო არც დაგემშვიდობათ, რო არ გკითხათ თქვენ მოკვდებოდით თუ მორჩებოდით უიმისოდ, რო არ ედარდება ადამიანს, როგორ დაგტოვათ, როგორ იქნებით უიმისოდ, ან მშიერი ხართ, ან წყურვალი ხართ, ან გცივად, ან ცხავთ, ან ხო ხდებით. ნებისმიერად გაურკვევლობაში დაგტოვათ და ეს არის ყველაზე დიდი გულის ტკივილი. ეს არის ჯოჯოხეთი, მეგობრებო. ერთი წუთით. ხო. ამიტომ ეხლა ამ ყველაფერს გაივლის თვითონ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი უნდა გაიაროს თვითონ და ამის გაუვლელად სამყარო არ დატოვებს. ძალიან კარგად იცის და ეხლა გულის ტკივა მას. ტკიოს, ეტკინოს. ეხლა იმას ტკიოდეს, იმან იხოხოს, იმან გეხვეწოთ, იმან იტკიოს თავი, გული და ყველაფერი. ხო. აი ასე. აცადეთ მეგობრებო, აცადეთ. არ შეუშალოთ ხელი. ხო. კიდევ რას გვეტყვის? რა უნდა გითხრას? რა უნდა გითხრათ? თქმა. განახლებული ურთიერთობა, ურთიერთობის გაგრძელება, სიყვარული, ნიშნობა, ქორწინება, პარტნიორობა და აღიარება. მინდა გითხრათ. აღიარება. აქამდე მიდიხართ. ეხლა თქვენი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა მას. ორიანების თასი. ხო, ორიანების თასი, მეგობრებო. მაგრამ ბევრი თქვენთაგანი რატომღაც გონია რომ ჩაო დასვიდანიას ეტყვით, ხო, ბევრი თქვენთაგანი ჩაო დასვიდანიას ეტყვით. კი, მეგობრებო. იმიტომ რომ აქამდე არ აიღე პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ აქამდე მაწვალე, იმიტომ რომ გამაწამე, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი გამარონიე, იმიტომ რომ ასე, იმიტომ რომ ისე, იმიტომ. Იმიტომ. Не бывает поздно. Бывает уже не надо. Всё. Აი ესაა და ეს. Уже не надо. კარგით. ეხლა მინდა ვკითხო მაგალითად. ეხლა რა ვკითხო? როგორ დამღალა მეგობრებო, თქვენ არიცით. თქვენ არიცით, ეხლა მე როგორ დამღალა ამან. თავისი რაღაცნაირი ენერგიებით, თავისი უპასუხისმგებლობით. ძალიან დამღალა ამ ადამიანმა და წარმომიდგენია ხა თქვენ როგორ ხართ. ხო. ვიცი რომ დაიღალეთ. თქვენც ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი მოჩვენებით იქნება მისგან. კი, თქვენ ასე ფიქრობთ რომ ამ ადამიანთან უკვე ცხოვრების გაგრძელება ცოტა საშიშია რამ ხრივ ეხლა. განააკი არ მოგკლავთ და რამე, მაგრამ უკვე ფსიქოლოგიურ საშიშროებას წარმოადგენს თქვენთან. იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრიდან გამოსვლა. თქვენ ასე ფიქრობთ. ხო. ძალიან ბევრი უძილო ღამე გაქვთ გატარებული. მოკლედ მეგობრებო, მოდი რა ვკითხოთ ეხლა კარგს. თუ უნდა გქონდეთ ამ ადამიანის იმედი. მოდი ვკითხოთ აბა სამყაროს. შეიცვლება ეს ადამიანი სათქვენოდ? ხედავთ ხო? სათქვენოდ შეიცვლება? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, შეიცვლება? კუზიანი გამოსწორდება? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ, კუზიანს რა ასწორებს? მე არ ვიცი ხა დღეს ვისი პარტნიორი აქვს? მაგრამ მეგობრებო, დღეს ასეთ ჭკუაზეა თქვენი პარტნიორი. მე ვერ ვიტყვი, ეს ყველას არ ეხება, საჯაროა გაითვალისწინეთ. ვისაც ეხება, მიხვდება ის, მიმხვედრი მიხვდება. ხო, მიმხვედრი მიხვდება, მეგობრებო. თუ უნდა ენდოთ? ბევრი შემთხვევაში არა.
იმიტომ რომ ეს ადამიანი როგორც ჩანს თავისას როცა აიღებს, მერე ისევ გაქრება, მერე ისევ პრობლემები, მერე ისევ შორს გახედვა, ხო, და თქვენ რჩებით ისევე თქვენი პასუხისმგებლობით, მეგობრებო. აი ნახეთ როგორი კარტებია. ისევ რჩებით თქვენი პასუხისმგებლობით, თქვენი ოჯახის მზრუნველობა თქვენზეა, ყველაფერი თქვენს კისერზე რჩება მერე. ამიტომ კარგად დააკვირდით, ჩემო ძვირფასებო. ხო, ადამიანებს. მოავა ესე მერე სულელივით. მოდის სულელივით. ხო. არაფერი არ იცვლება. არაფერს არ ცვლის და ვერაფერს ვერ ცვლის, მეგობრებო. უყურეთ რა ხდება მათემატიკური სროა. აი მე როგორაა ნათქვამი. შესაკრებ და გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მეგობრებო, თქვენ ხო იცით? მე მგონი იცით. ხო. 2-ს მივუმატებთ 3-ს 5-ია თუ 3-ს მივუმატებთ 2-ს მაინც 5-ია, ვიცით ხო, მეგობრებო? აქ მე სხვაობას ვერ ხედავ. ამიტომ ისევ ღამის უძილობაში რო არ იყოთ, ისევ პრობლემებში რო არ იყოთ, ისევ თავის ტკივილებში რო არ იყოთ და მთვარეში, ჩემო ძვირფასებო. ხო? კარგად დააკვირდით ადამიანს, როდესაც მოვა, როგორ მოვა. ეს არის ერთი ეგოისტი ადამიანი, რომელიც არ მოიშლის თავისას და ადამიანი, რომელიც ვერ აძლევს, ვერ ახერხებს პასუხისმგებლობის აღებას. ამ ადამიანმა არ იცის ზოგადად, მე რა რო ქალია, თუნდაც ქალი იყოს. რამდენი ქალი ვიცი, რომელსაც საერთოდ პასუხისმგებლობა ოჯახზე, ბოდიში ამ სიტყვისთვის და ფეხებზე კიდია. ქალი, ყველა ქალი ერთნაირი არაა. და ყველა მამაკაცი ერთნაირი არაა, მეგობრებო. ვიცით, ხო? კარგად ვიცით. ამიტომ გეუბნებით, რომ ყველას გვაქვს რაღაც ჩვენი პლუს მინუსი დადებითი და უარყოფითი ხასიათები, მაგრამ ეს არ უნდა ცვლიდეს ჩვენს ადამიანობას და ურთიერთობაში მე. მხოლოდ მე. ეს არა. ხო. ამიტომ კარგად დააკვირდით მაინც ადამიანს, როდესაც მოვა. ხელი კარით მეთქინ მე არ გეუბნებით. უბრალოდ დააკვირდით, მეგობრებო, დამკვირვებლის როლი მოირგეთ. მოულოდნელად გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ისევ და ისევ. 2 ვადაში. ყველაზე დიდი 2 თვე. 2 თვის შიგნით. 2 საათი, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე. 2 რიცხვი, 12 რიცხვი, 22 რიცხვი, მეგობრებო. დააკვირდით. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს კიდევ გაორებაც. ამ ადამიანს შეიძლება ყავდა 2 პარტნიორი. შეიძლება ყავდეს 2 მანქანა, 2 სახლი, ბინა და აგარაკი, 2 ტელეფონი, 2 სამსახური და 2 შვილიც შეიძლება ყავდეს. ხო, რაღაც მსგავსი. თუმცა მოულოდნელი გამოჩენა აქვს ამ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში. არ ელოდებით და მოვა ისეთ დროს, არა, ელოდებით, მაგრამ როდის მოვა არ იცით. აი ზუსტად მაგია, რო არ ელოდებით, მაგ დროს მოვა ზუსტად. რას გეტყვით? და მაინც, აი რო გამოჩნდება რა სიტყვის. ხო, გამოჩნდება მეგობრებო, გამოჩნდება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი გრევებშია. კოშკი აქვს. ეს ადამიანი დამარცხებულია, დამარცხდა უკვე თქვენს თვალში. ეს ადამიანი უკვე რას ფიქრობს, იცი? იმას ფიქრობს, რომ თქვენს თვალში უკვე 0-ია. ამას ფიქრობს, რომ თქვენ უკვე მას ყურადღებას აღარ აქცევთ, აღარ გედარდებათ. მოდი ასე ვიტყვი. ბევრ თქვენთაგანს ეს ადამიანი აღარ გედარდებათ. ეხლა მე გეტყვით, ხო, ძალა თქვენს ხელშია. ეხლა მე გეტყვით, აქ რა ხდება? აი უბრალოდ იცით როგორი გამოჩენა გინდათ? აი თქვენი რო აიმაღლოთ, თქვენი მარკა აიმაღლოთ, თქვენი ძალა დაიბრუნოთ, თქვენი ენერგია დაიბრუნოთ, თავმოყარეობა რო ხო გითხარი? აი ზუსტად. და ზუსტადაც მეგობრებო, აი ამას დაიბრუნებთ ზუსტად. აი ზუსტად ამას დაიბრუნებთ. მე დააბინიკებთ. ზუსტად. აი ამის ძალა გაქვთ. ეს გექნებათ თქვენ. რაც წაგართვათ, ის რო დაგიბრუნოთ, დაიბრუნოთ, ამას გააკეთებ სამყარო. თქვენ თუ გინდათ მიიღეთ, თუ გინდათ არ მიიღეთ. ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება ამ ადამიანს, დაიბრუნებთ თუ არა, მაგრამ დაბრუნდება იმიტომ რომ თქვენი დაკარგული რესურსები დაგიბრუნოთ. ხო. მეტი არაფერი. დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, გინდათ დატოვებთ წარსულში და გინდათ შემოუშვებთ თქვენ ცხოვრებაში. თუ გინდათ თქვენ ოჯახის შექმნა, შექმნით ოჯახს. კი მეგობრებო.
თქვენ გექნებათ გადაწყვეტილება, თქვენზე იქნება. თქვენ როგორც გადაწყვიტათ, გადაწყვეტილება მოგანდოთ სამყარო. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. სხვანაირად ვერა. მისი სურვილით არა. თქვენი სურვილით. ხო. ელოდეთ მისგან შეტყობინებას. მოულოდნელ შეტყობინებას ელოდეთ მისგან. მოულოდნელ აქტიურობას ელოდეთ მისგან. ოღონ მართლა, მოულოდნელ ახალ გზებს და შანსებს ელოდეთ მისგან. იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. ხო, როგორაა მეგობრებო? ძალიან ცუდათაა, ძალა გამო. მყარზე ვენოკია. მეგობრებო. თუმცა ფრთხილად იყავით მაინც. კარტი გეუბნებათ, ფრთხილად იყავით. ხო, ისევ იგივე სირთულეებში არ შეცუროთ. კარგად დააკვირდით თქვენს პარტნიორს, მეგობრებო? ხო, იმიტომ რომ ინტრიგნულად მოდის. მანიპულაციებით ნახეთ? ინტრიგა და მანიპულატორი, მანიპულაციები. კარგად დააკვირდით თქვენს პარტნიორს, რომ გამოჩნდება რა უნდა. ვაჟბატონს თუ ქალბატონს. და მერე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. გიღირთ ისევ იმ ბალოტში შეცურვა? ხო, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ესეთი ოჯახი თუ გინდათ ამ ადამიანთან. ისევ და ისევ იგივე. ხო. მოდი მე მაინც ვკითხავ ახლა კარტს. რადგან დიდი ხანია არ მოსულ ვარ თქვენთან. დროს აღარ ვითვლი, ამიტომ მოდი მეგობრებო. ხო. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. თუ გიღირთ ამ ადამიანის დაბრუნება თქვენ. მე ყველას გადაწყვეტილებას მივესალმები, ჩემო ძვირფასებო, თქვენი გადასაწყვეტია. თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია. სხვა ვერავინ ვერ გადაგიწყვიტავთ. ვერც რჩევადარიგებას მოგცემთ. აქ რომ ვართ, უბრალოდ ეს გვანახებს გზას. ამ გზაზე წავალთ, ასე იქნება. აქეთ წავალთ, ასე იქნება. ჩვენ ავირჩიოთ, უნდა რომელი გვაწყობთ, მარჯვენა თუ მარცხენა. რომელ გზაზე წავალთ? მარჯვნივ თუ წავალთ, სირთულეები გველოდება. მარცხნივ თუ წავალთ, გაჭირვება გველოდება. წინ თუ წავალთ, კიდევ წინსვლა გველოდება. ანუ რომელსაც ავირჩევთ. ჩვენ რომელი გვინდა, მეგობრებო, საქმე მაგაშია. ხო. ეხლა მინდა ვკითხო კარტს. გიღირთ თქვენ ამ ადამიანის დაბრუნება? მე ძალიან მაინტერესებს, თუმცა ბევრი შემთხვევაში პასუხი უკვე ვიცი. გიღირთ ამ ადამიანის დაბრუნება? არა, მეგობრებო. ბევრისთვის უკვე გაუცხოებულია. აი ნახეთ უბრალოდ როგორ საუბრობს კარტი. აი ნახეთ მეგობრებო. და აი თქვენ, ქვემოდან. გიღირთ დაბრუნება? ბევრს კი, ბევრს არა. არა, მეგობრებო. არა. ბევრი ამბობს. მე ვარ იმპერატორი, მამაკაცი თუ ქალბატონი. მე მაქვს ჩემი ცხოვრება აღებული ხელში. სადავეები მაქვს მე ხელში. არ მჭირდება ისეთი სიყვარული, სადაც მექნება რვიანების თასი. დავაი აქიდანო ეტყვით. ხა. რვიანების თასი შემოგთავაზათ ამ ადამიანმა და რვიანების თასებზე თქვენ თანახმა არ ხართ, მეგობრებო. გამორიცხულია. და სამართლიანად თან. ხა. და ბინიკებთ აქედან. იმიტომ რომ ამ ადამიანმა მეტი ვერაფერი ვერ შემოგთავაზათ თქვენ, ჩემო ძვირფასებო. ხა. ეს იქნება მოულოდნელი შოკი მისთვის. როგორც მოულოდნელად გამოჩნდება ბევრი შემთხვევაში ეს ადამიანი, ხო? ისევე მოულოდნელ შოკს მიიღებს თქვენგან. იმიტომ რომ ესეთი პრეტენზიებით დახვდებით უკვე მას. იმპერატორის პოზიციაში ადამიანი რო იქნება, კვერთხების რაინც რა უნდა ელაპარაკო? იმპერატორმა. მეგობრებო, ხვდებით ხო რასაც ვსაუბრობ? თქვენ ხართ იმპერატორები და ეს ადამიანი არის კვერთხების რაინდი. ადამიანი, რომელსაც უყვარს მოგზაურობა. ადამიანი, რომელიც დღეს აგერა, ხვალ ეგერა. ადამიანს, რომელსაც დღეს ეს ფიქრები აქვს და ხვალ ის ფიქრები აქვს. დღეს შეიძლება რაღაცა დაგპირდეთ და ხვალ ამ ადამიანმა არაფერი შეგისრულოთ. ხო, არა. დღეს გეტყვით ახლა, გაემზადე და მოდი დღეს წავიდეთ რესტორანში, გპატიჟებ. მოვა რესტორანის დრო და წავედიო გეტყვით. მეგობრებო, ხო, როგორ ფიქრობთ ახლა? რას უნდა ელოდეთ? რაინდი. მოგულავე, მოხეტიალე ადამიანიდან. რას უნდა ელოდეს? იმპერატორი ადამიანები, მეგობრებო. ხვდებით, იმედია, რასაც საუბრობ.
ხო, ამიტომ არა. ბევრი თქვენთაგანი არ ამგონია, რომ ამ ყველაფერზე დათანხმდეს. გამორიცხულია. გამორიცხულია ჩემო ძვირფასებო. ისე მაინტერესებს, ვინმე დათანხმდება თქვენგან? ბევრი არ ამგონი, მაგრამ ვინც დათანხმდება? მოდი ახლა ვკითხოთ. ვინც დათანხმდებით ამ ადამიანს? რა ბედი გეწევათ? ძალიან საინტერესოა. აი არ აქვს მნიშვნელობა ეხლა მამაკაცი მიყურებთ თუ ქალბატონი. ვინც დათანხმდებით ამ ადამიანს შერიგება ქალბატონი. ვინც დათანხმდებით ამ ადამიანს შერიგება. ისევ მანძილი. ისევ იგივეს გაგრძელება, ისევ მანძილზე ურთიერთობა, პლატონური ურთიერთობა და დაპირებები. რა გეწევათ? ხა. აი ის რომ უკან არ დავიხევ, ვატატატა, იტყვის და ანუ უყურეთ, დააწერია კარტს. მეგობრებო, ტყუილად გადაყრილი დრო, ფული და ენერგია. ტყუილი, თავი არ მოიტყუოთ, მეგობრებო. თავი არ მოატყუებინოთ არავის. იმიტომ რომ სიმწრით გამოხვედით იმ ბალოტიდან, რაც გაიარეთ. მე ვიცი რომ ჯოჯოხეთი გაიარეთ, ისევ იმ ბალოტში არ შეცუროთ. კარგად დააკვირდით და არ იჩქაროთ არაფერი გადაწყვეტილების მიღება. მე არც იმას გეტყვით რომ ხელი კარით და არც იმას გეტყვით რომ გულის კარები გაუღეთ და ვაიმე შენი ჭირიმე სად იყავი აქამდე გვტებოდია. ხო. უღრმესი მადლობა ყველას. ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო, ამიტომ კარგად დააკვირდით თქვენს გადაწყვეტილებას თუ რაზე აწერთ ხელს. ხელის მოწერა ის არა პირდაპირ მნიშვნელობა. ხო, შეიძლება ჯვრის წერა და ხელის მოწერაც, მეგობრებო. აი არ ვიცი რატომ ვთქვი, მაგრამ ალბათ ასეც იქნება. ეს ადამიანი ხელის მოწერასაც მოინდომებს თქვენთან და ხელს რაზე აწერთ, კარგად გაითავისეთ, ჩემო ძვირფასებო. ხო. რომ მერე დანაკარგებში არ დარჩეთ. ნახეთ მეგობრებო. აი გეფიცებით, ქვემოდან იყო ეს კარტი. გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ. გონივრული. ხედავთ ხო რა წერია? ბოლოში. გონივრული ინვესტიციები. ინვესტიცია არის ემოციაც, ენერგია. აი გონივრულად უნდა იმუშაოთ ურთიერთობებში. გონივრულად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. გულით არა მეგობრებო, გონებით. გული გათიშეთ მეგობრებო და ჩართეთ გონება. და იმიჯელეთ გონებრივად. გაწყობთ, აი გინდათ ისევ იგივე სიტუაციაში შესვლა? მგონი არ გინდათ. ხო. ამიტომ თქვენი არავის არაფერი არ დაუთმოთ. თქვენი ცხოვრება ესე ერთი ხელმოწერით ვინმეს არ ჩააბაროთ. თუნდაც ხელის მოწერა, ჯვრის წერა და ქორწინება. ზუსტადაც გავამახვილებ მაგაზე ყურადღებას. არავის არაფერზე ხელი არ მოუწეროთ მეგობრებო. ხო. გაითვალისწინეთ, არ ვიცი რატომ ვამახვილებ ყურადღებას, ალბათ ასე უნდა მეთქვა. ხო. მოკლედ სასწაული საჯარო ლაივი გამოგვივიდა დღესაც. ურთიერთობა და ისევ ურთიერთობაზე ესეთი იყო ჩვენი ტაროს დასტა. მადლობა ყველა თითოეულ ჩემს ტაროს დასტებს. ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგი ენერგიები მოაქვს და მფარველობა აი გეფიცებით. ესე იგი მეგობრებო, რა მინდა გითხრათ? ხო? აი რატომ ეხლა გავამახვილებ ყურადღებას. აი საბუთის აღებაზე იცით რომ ძალიან ბევრი ვიწვალე. ძალიან ბევრი ვიწვალე. ფაქტიურად 2 თვე მოსვენება დამაკარგვინა და სავარაუდოდ კიდე ერთი 10 წლის სიცოცხლე მომაკლო, აი გეფიცებით. ყოველ ჯერზე წინა ღამით სანამ დავიძინებდი ყოველ ჯერზე ვშლიდი აი ამ ტაროს დასტით და ვსვამდი კითხვას. თუ ავიღებ ხვალ საბუთს. არც ერთ შემთხვევაში არ დაუსვია პასუხად დადებითი პასუხი ტაროს. ყველა ჯერზე უარს მეუბნებოდა. აი დედას გეფიცებით თუ ვტყუოდე, გეფიცებით. არასოდეს არ ტყუის ტარო. ეს არ ტყუის. რამდენჯერაც გავშალე, ერთი კითხვა, ხვალ თუ ავიღებ საბუთს. არა და არა. ბოლოს, აი დედას გეფიცებით, ბოლოს აღარ გამიშლია, იმიტომ რომ
აღარ მქონდა იმედი. აი რატომღაც ფიქრობდი რომ კიდევ არას მეტყოდა და დავანებე თავი. დავანებე თავი მეგობრებო. დავანებე მოვეშვი. და წავედი ისე. აღარ გამიშლია ტარო. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, საკუთარ ინტუიციასაც მიენდეთ. თქვენ ძალიან კარგად იცით თქვენი პასუხებიც. ნუ ეხა ბევრ თქვენთაგანს არა აქვს ტარო. მე უბრალოდ კიდევ ბოლოს სამყაროს მივანდე მაინც. მე ძალიან მიყვარს ეს დასტა. ეს არის ჩემი პირველი დასტა და კიდევ მეორე იტალიური კარტი, ისიც ტაროა. მეგობრებო, ой, მოდი ამ გახსენებაზე მოვიტან. ერთი წამით ეხლავე მოვიტან და ნახოთ აბა რას გვქვის. ჩემო ძვირფასებო, სად მაქვს ოღონდ? სად მაქვს? ხო, ესაა რომ სად მაქვს. ერთი წუთით. ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით. მოდი ვნახოთ რას გვეტყვის. მე მგონი იქნება საინტერესო. ხო. რას გვეტყვის? ძალიან მაინტერესებს რას გვეტყვის ჩემი ტაროს დასტა. 1-2 კარტი. 1-2 კარტი მეგობრებო. აი რა მხელა. ძალიან დიდია. ჩემი ლამაზი ტარო მეგობრებო. ხშირად არ ვიყე. აი? ხშირად არ ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან დიდია. ძალიან ისეთი გემრიელი დასტა. ესეც ტაროა მეგობრებო, იცოდეთ. აი, ამასაც ძალიან დიდი ენერგია აქვს. გარწმუნებთ. აი ესეთი წიგნივითა. ხო, მოდი ახლა ვნახოთ. აბა, რას გვეტყვის ახლა? რას გვეტყვის? თქვენს ურთიერთობაზე რას გვეტყვის? ოთხიანების ხმლები. რას გვეტყვის? ოხო, ათიანების ხმლები. ჩახმალულები ვართ მოკლედ. ჩახმალულები და ვართ მთვარეში. მთვარეში ვართ მეგობრებო, მთვარეში ვართ. თუმცა იმპერატრიცები, დედოფლები. თასების დედოფლები. აი ესეთი ადამიანები ხმლებში ვართ და მთვარეში ვართ მეგობრებო. სასწრაფოდ გამოვიდეთ უნდა აქედან. მეტი გამოსავალი არ გვაქვს. ნახეთ რა ლამაზი ფოტოა. აი მეგობრებო. კოპი, თასების დედოფალი. აი როგორი ფოტოა მეგობრებო. თასების დედოფალი. ძალიან ლამაზი სურათია. ეს ხართ თქვენ და ესეთი ადამიანები, ესეთი მოსიყვარული ადამიანები, გადართული ვართ ახლა ფინანსებზე. და მხოლოდ გვაინტერესებს ფინანსები, მეტი არაფერი. ძალიანაც კარგი. ხო, აქ რა არის? ქურუმი, სულიერ ამაღლებაზე მივდივართ. ძალიანაც კარგი მეგობრებო. დავკავდით ჩვენ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე. კი ბატონო. ხო, აჰა, ქურუმი ქალი და ქურუმი მამაკაცი. აი რა ვთქვა. ბევრი თქვენთაგანი დაიწყებს ახალ ცხოვრებას. სულიერებისკენ მიდიხართ. თქვენი სულიერი სიმშვიდისკენ მეგობრებო, სასწაულად ხართ და იქნებით, არი ნერვიულოთ. ორივე ქურუმი ადამიანი, ქალიც და მამაკაციც, ორივეს ენერგიებში ხართ. აი უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა. ხო. და ეს არის ხუთიანების კვერთხები. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, არაფერზე არ ინერვიულოთ. ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. იმპერატრიცა. აი ეს ხართ თქვენ. თქვენ გელოდებათ ძალიან კარგი ცხოვრება, ასე რომ არ ინერვიულოთ არაფერზე ჩემო ძვირფასებო. აღარ გავაგზელებ ამ დასტით მეც. ძალიან გაგვიგრძელდება და მე ვეღარ გადმოვტვირთავ ტელეფონში, ძალიან რთულია. ამიტომ ეხლა მოდი ვნახოთ ასტრაბარათებს ვკითხოთ. აი თქვენი პარტნიორი რას გვეტყოდა? ბატონი თუ ქალბატონი? რას გვეტყოდა მეგობრებო? მისი ჭირი მეთქვა. რას გვეტყოდა თქვენი პარტნიორი? ხო. რას გვეტყოდა მეგობრებო და ეს ადამიანი ძალიან ყურადღებით გაკვირდებათ. ხო. იქნებ რაღაცას ბეჭდავდეს, იქნებ რაღაცას წერდეს, ყურადღება რაღაცაზე კონდეს გადატანილი. ხო, რაღაცაზე გადააქვს თავისი ყურადღება. ხო, თუმცა ეშმაკურად.
ძალიან ეშმაკი და ცფიერია. კიდევ რას გვეტყვის? მიჯაჭვულია, აი გეუბნებით თქვენზე ძალიან მოჯაჭვულია, მაგრამ თქვენ რომ ეს არ შეამჩნიოთ, ყურადღება გადააქვს სხვაზე. სხვა რაღაცეებითაა დაკავებული, ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებს. სასწაული. გაკვირდებათ სოციალებში. ხო. სოციალებში გაკვირდებათ. ვინ ცეკვავ ხართ, ვინ მღერი ხართ, ვინ რაღაცას აქვეყნებთ, ვინ მოგზაურობას აქვეყნებთ, ვინ ზღვაზე ხართ, ვინ მთაში ხართ, ვინ რაშვებით და ვინ რას, მეგობრებო, ეს ყველაფერი ამან ძალიან კარგად იცის. სულ მანდაა, მეგობრებო, და ესე შემოგციცინებთ. თქვენი პარტნიორი. არ გეგონოთ სადმე წასული. სულ მანდვეა, ახლოს. ხო. სულ მაგაა ახლოს, მეგობრებო. კი ბატონო, შორს არაა წასული. კიდევ რას გეტყვით? ხო, გეუბნებათ იმას, რომ ყარაულობ. გიყურებ, გითვალთვალებ. ამაზე რო არ ვიფიქრო, მაინც ზოგჯერ. ვახერხებ იმას, რომ ყურადღება გადავიტანო სხვა რამეზე. კარგი, კიდევ რას გეტყვის? დარჩენილია ბედის ამარა. იმიტომ რომ აი ეს გვირგვინი თქვენ ხომ ჩამოაცვით? და გამოიყვანეთ დაცკი პრინცები თუ დედოფლები. ხო და ეხლა მეგობრებო ეს აღარავინ აღარ ჩამოაცვა და ჩამოამხოთ თავზე. ხო, ოი, საცოდავი მისი დღე, მეგობრებო. თქვენ თუ იცით ეს რას ფიქრობს? ეს ადამიანი ფიქრობს, რაიმე ხო არ გაუკეთეთ? მეგობრებო. რაიმე ხო არ გაუკეთეთ? თვითონ ასე ფიქრობს. ესე მარტო რო დავრჩიო, მეო. რაიმე ხო არ გაუკეთეთ? ხო არ იყავით მაგთან და თქვენ ხო არ დაწყევლეთ? თქვენ ხო არ გააკეთეთ ისეთი რამე რომ აი გამოაგდენ საყლიდან თუ უსახლკაროდ დარჩა თუ უპატრონოდ დარჩა თუ აი ხო გვაჩვენა იქ რომ მიგდებულია თუ რაღაცა. ხო, დაწყევლილია თუ რაღაცა. ხო თქვა იქ მის დახასიათებაში რომ მე მარტო ვარ რომ მიგდებულიო. ხო, ვაი მაგის პატრონს ნამდვილად. ხო. თვითონ ფიქრობს ამას. ლენჩი. იცადეთ, მზია კვირიკაშვილი რო ამბობს, ლენჩი. ხო. ეს ყველაფერი უქნა სამყარომ. და ეუბნება სამყარო, მეგობრებო, რომ აი, აგერ გასაღები. გაბძანდი, იბძანდი და წაბძანდი. დაახვი აქედანო, ასე ეუბნება სამყარო. მეგობრებო, ამ ადამიანმა იცის ძალიან კარგად სადაც უნდა მოარგოს ეს გასაღები, მაგრამ მას ხვანაირად წარმოედგინა ეს ყველაფერი, გაიგეთ? ხო, ამაშია საქმე. თქვენ ხო არ უჩალიჩეთ რამე? იმიტომ რომ აქ მაგის კარტია. ხო. თვითონ ფიქრობს ამას. იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს, ეს ხართ თქვენ, ამ ადამიანს ამისთვის დასაღლელი გონება არ აქვს. ეს ადამიანი ამისთვის ნერვს არ აიტკივებს. მე ვიცი, მეგობრებო, თქვენ რომ ამას არ გააკეთებთ. მე ეს ძალიან კარგად ვიცი, თვითონ ფიქრობს, თვითონ ამბობს. მას გონია ეს ასე თორე. მე ძალიან კარგად ვიცი. ხო. საცოდავი მისი დღე, თორე. ამას არაფრის კეთება არ სჭირდება მსგავსის, ესეთის. თან ბევრნაირი ნახეთ რამდენი ყრია აგერ. ძალიან ბევრი ეცადეთ ალბათ, თვითონ ფიქრობს ასე. ხო. თვითონ ფიქრობს ასე, იმიტომ რომ ეს ხო ჩამოაცვით თქვენ გვირგვინი და ეხლა ჩამომხობილი აქვს თავზე და უკავია ხელში კიდევ ვინ ჩამოაცვამს თავზე და რო არ ყავს არავინ. ამიტომ ფიქრობს, მას ეგონა რომ კიდევ ბევრს ნახავდა თქვენაირს, მაგრამ ბები მისისა. ძალიან ბები მისისა. არ ჩოუვა კალოშებში ფეხი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო არაფერზე არ ინერვიულოთ. ეს ადამიანი არსაც წამსვლელი არაა. ხო. ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ თქვენ არაფრის მსგავსი გამკეთებელი არ ხართ. ეს უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია. ხო. მოკლედ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის რომ თქვენი კეთილშობილების მემჯერა და მისგან რას უნდა ელოდოთ ჭობას. ასე მეგობრებო, ხო. მე ასეთი და მე ისეთი და ესე, აი ზუსტად, აი. ამას უნდა ელოდოთ ფიცს და მტკიცებას მისგან. მეც არაფერს არ ელოდოთ მისგან. ხო. და ნარჩენი დააკვირდით. კარგად დააკვირდით. თუმცა თანამშრომლობა უნდა ამ ადამიანს, ეს ერთ-ერთი თანამშრომლობის კარტია.
და აქ კოშკია, კიდევ უკან ხედავთ ხომ? ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი უკვე სადაცაა წაქცევაზე, ეს კოშკიც ცოტა მიყუდებული ვითაა ხედავთ ალბათ და ხო, ეს ადამიანიც ახლა ცოტა ისია, რომ ჯერ კიდევ რაღაცნაირად დგას საცოდავად ფეხზე, მაგრამ აი აქაც მიყუდებულია, ხედავთ ხო? ხელი რო არ ქონდეს ახლა მიყუდებული, წელში ისია მოხრილი ცოდვებიდან, რომ ლამის წაიქცეს, გადაყირავდეს. ამიტომ მისგან ელოდეთ რაღაც ნაბიჯებს, მაგრამ კარგად დააკვირდით, მეგობრებო. ძალიან კარგად დააკვირდით. მე რა რომ მამაკაცები მიყურებთ, მაინც დააკვირდით თქვენს ქალბატონებს, რატომ მოგიძურებათ? ხო. ასე რომ გაითვალისწინეთ უბრალოდ, გაითვალისწინეთ მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან სასიამოვნო და კარგი ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა. მეც ვითვალისწინებ ამ ყველაფერს, რასაც მე აქ ვხედავ, გარწმუნებთ. კი, მეც ამ ყველაფერს